რუსული უმადურებას ნუ გამოამჟღავნებთ თქვენ. ყველაფრის დალაგება შეიძლება. თავარია თქვენ იცოდეთ რა გინდათ. გასაგებად გეუბნებათ ახლა ამერიკის შეერთებული შტატები. ტერიტორიის აღდგენა გინდა, საბჭოთა კავშირის აღდგენა გინდა, დაპყრობა გინდა, თუ ინტერესები გაქვს ეკონომიკური, საბადოა, თუ რკინიგზაა, თუ რაჯანდაბაა, მე რა ვიცი რა გინდათ, კი ვიცით რაც გინდათ, მაგრამ ის რკინიგზაც არ გამოივლის. თუ ინგუშეთზე არ გამოიარა და ის რკინიგზაც არ გამოივლის, თუ ქართულ ხალხს არ უნდა. ასე რომ ნუ იყურებით ზევიდან, მე რა რო ცოტანი ვარ და მე რა რო პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ პრობლემების მეტი არაფერი გვინახია და თქვენ შეგექმნებათ პრობლემები ცივილიზებულად, ადამიანურად, ნორმალურად და ხო დასვით ვინც გინდოდათ აფხაზეთში. ხო მიგახთის რაც გინდოდათ აფხაზეთში. ცხინვალში ცხუე გაკავთ. არაფერი კონფედერაცია არ იქნება. არც ორი ავტონომია არ იქნება დანარჩენ საქართველოში. დავილაპარაკოთ ცივილიზებულად. ჩვენი ურთიერთობის ათვლის წერტილი შეიძლება იყოს 1920 წლის 7 მაისი, ჩვენი ურთიერთობების ათვლის წერტილი შეიძლება იყოს 1991 წლის 31 მარტი. აირჩიეთ და თუ წინ გაიხედავთ, ძალიან დაბნეულები ხართ, სტრატეგიული ხედვის უნარი რო არა გაქვთ. ეგ სახელმწიფოც ქართველებმა აგიშენეს და ეგ ბირთვulis არსენალის